დატო, რამდენი შტატია კანადაში? კანადაში შტატები არ არის. შტატები ამერიკის შეერთებულ შტატებში არის. კანადაში პროვინციებია. საქართველოში რეგიონები, ამერიკაში შტატები, კანადაში პროვინციები. 10 პროვინციაა კანადაში და 3 ტერიტორია. ეხლა რას ნიშნავს ეგ? 3 ტერიტორია არის ჩრდილოეთით, მან სუსიცივეებია და მან დიდი ქალაქებიც არ არის. ძირითადად უფრო ნავთობზე მომუშავე ხალხი და ალმასებზე მომუშავე ისინი არის, რა ქვია, ქარხნები თუ რა თქვია, არ ვიცი. პროვინციებს რაც შეეხება 10 პროვინციაა და დასავლეთიდან აღმოსავლეთით რომ ვიყვეთ, ბრიტიშ კოლუმბია, ალბერტა, სასკაჩევანი, მანიტობა, ონტარიო, კვებეკი და შემდეგ არის 4 პატარა ატლანტიკური პროვინცია. ესენი არის ნოვა სკოშია, ნიუ ბრუნსვიკი, პრინც ედვარდ აილენდი და ბოლო რა დამჭა? ნიუფაუნდლენდ ლაბრადორი. ხო, თუ კანადაში გადაწყვეტ ჩამოსვლას, მე გირჩევთ, რომ ანუ თუ საბუთების აღება გინდათ, ჯობია ატლანტიკურ პროვინციებში ჩასვლა ეგრევე, ნიუფაუნდლენდში, ნიუფაუნდლენდ ლაბრადორში, მაგრამ საცხოვრებლად გამოვყოფდი მარტო 3-ს. აი მარტო 3 მეტი ჩათვალეთ, რომ კანადაში იმ 3-დანაც თითო ქალაქია, სადაც უნდა იცხოვრო. დანარჩენი არ ღირს არ საცხოვრება. ესე იგი, ყველაზე ძვირიანი და ყველაზე კაი კლიმატის მქონე პროვინცია ეს არის BC, ბრიტიშ კოლუმბია. ყველაზე დასავლეთით იმყოფება, ანუ წყნარ ოკეანეზე არის განლაგებული. და რა თქმა უნდა, ვანკუვერი მანდ არის. ყველაზე ძვირიანი ქალაქია მთელ კანადაში ვანკუვერი. მეორე ადგილზე ჩემი აზრით არის ონტარიო, სადაც კანადის დედაქალაქი არის ოტავა, მაგრამ ოტავათი დიდად ცნობილი კანადა არ არის. მანდ არის ტორონტო. ყველაზე დიდი ქალაქი არის კანადაში ტორონტო. ეგ არის ონტარიოში და ჩემი საყვარელი პროვინცია არის კვებეკი. გაუმარჯოს მონრეალს. თუ გინდათ კაი ცხოვრება, ლამაზი ცხოვრება, ევროპული ცხოვრება და კაი მუსიკა, კაი ალკოჰოლი და გოგოები, ეგ მონრეალში. ერთადერთი ფრანგული პროვინცია კანადაში არის კვებეკი. მოკლედ, თუ ფრანგული იცით და ინგლისური არ იცით, კვებეკი თქვენი ადგილი არის. იქ ყველა ფრანგულად ლაპარაკობს. გაგიკვირდებათ და ზოგ პატარა ქალაქებში ინგლისური არ იციან და არ ლაპარაკობენ ინგლისურად. თავიდან ბოლომდე ფრანგული პროვინცია. ერთადერთი მონრეალი ქალაქია, სადაც 50-50, 50-50-ზე. პირველი ენა ფრანგულია, თუ ფრანგული არ იცი, ინგლისურად ლაპარაკობ და ისინი წერდებიან ინგლისურად რა. მაგრამ მონრეალი მაინც ყველაზე მაგარი ქალაქია ჩემი აზრით.